ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ და კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიამ 18 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ITF-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე ერთმანეთს 17 ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი დაუპირისპირდა. ტურნირი, რომლის მთავარი პარტნიორიც გახლავთ კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიამ, ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილებას და მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს თავაზობს. ვინ გახდნენ თასის მფლობელები და როგორ ჩაიარა ფინალურმა თამაშებმა გეყვებით ნინი გეგიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. ივლისს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასს უმასპინძლა. შეჯიბრის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა. 18 წლამდელ გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში 17 ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მონაწილეობდა. აკადემიის კორტებზე ერთმანეთს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების პერსპექტიული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების, სარეიტინგო ქულების დაგროვებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩატარდა ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში 18 წლამდე ტრადიციული ტურნირი, სადაც მთავარი სპონსორია კომპანია კოკა-კოლა. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანაშრომობთ ამ კომპანიასთან. ეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა კომპანია კოკა-კოლას გადავუხადო იმისათვის, რომ ზრუნავს ქართველ ჩოგბურთელების განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე ჩვენ ქვეყანაში. წელს იყო საკმაოდ სერიოზული შემადგენლობა, მონაწილეობდა სადღაც 14 ქვეყნის 120 სპორტსმენი და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დიდი გამარჯვება მიულოცო ქართველ ჩოგბურთელებს, იმიტომ რომ წელს ძალიან დიდი შედეგი დადეს. ტურნირის მაღალ ორგანიზაციულ სტანდარტს სპეციალურად მოწვეული ბრინჯაოს სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი უზბეკი რუსლან რაფიკოვიჩი უზრუნველყოფდა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეგულაციის შესაბამისად ერთეულთა თანრიგის შეხვედრები წრიული სისტემით გაიმართა, რამაც ტურნირს დამატებითი დინამიკა და კონკურენტულობა შესწინა. 19 ივლისს დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 21 ივლისიდან მონაწილეები მთავარი ბადის შეხვედრებში ჩაერთნენ, სადაც ბრძოლა როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში წარიმართა. სპორტული კვირეულის კულმინაცია კი 26 ივლისს ფინალური მატჩებითა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი ზუკა ყაჭეიშვილი გახდა, რომელსაც კოკა-კოლას თასი ლეილა მესხმა პირადად გადასცა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის, რომ ჩემს სახლში ვთამაშობ საქართველოში და ამ ტურნირის მერე მენტალურადაც და რეიტინგითაც კარგად წავალ და გავაგრძელებ შრომას და დიდ თავდაჯერებას მომემატებს ეს შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ხალხმა დაასპონსოროს ტურნირები. მადლობა კომპანია კოკა-კოლას, ლეილა მესხს და ITF-ს. ჩემთვის საუკეთესო რეზულტატია, რაც ოდესმე მე მქონია, მეორე ადგილზე გავედი ერთეულებში და წყვილებში პირველ ადგილზე. და ყველაზე მთავარია, მინდა მადლობა მოუხადო ამ ტურნირის სპონსორებისთვის და ლეილა მესხს ასეთი შესანიშნავი ტურნირისთვის. კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯია უკვე წლებია ქართული სპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიასთან პარტნიორობით კომპანია ახალგაზრდა სპორტსმენებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, რითაც ქართული ჩოგბურთის მომავალი თაობის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.